მზია მიყვება ყველაზე მძიმე შიფშილობის პროტოკოლს, იგი იღებს მხოლოდ წყალს და მედიკამენტებს, რომელიც ჭირდება, ეს არ არის საკვები დანამატები, მაგალითად თავის ტკივილის წამალი ან კუჭის, ეს არ არის საკვები დანამატი, ის არ იღებს არაფერს საერთოდ წყლის გარდა. ანუ საკვები ნივთიერება მის ორგანიზმში არ შედის წყლის გარდა. 32 დღეს ეს ნიშნავს იმას, რომ შეუქცევადი ცვლილებები ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს და რომელიმე ორგანო უბრალოდ ისე გაჩერდეს, რომ ვეღარ ამოქმედდეს ვერასდროს. ამიტომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რო არ დაგიმალოთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო, რომ ეს ალარმისტული დამოკიდებულება განგაში გადაგვედო ჩვენი კოლეგებისთვის ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან სრულად რა ხდება მზიოს თავს, მაგრამ მოყოლილი, ემოციურად მოყოლილი და ჩვენ ძალიან განვიცდით ყველანი, ვინც აქ ვიყავით, ცხადია მზიას ამბავს და ასე ვთქვათ, ფურცელზე დაწერილი საკითხული არ არის ერთი და იგივე. იგივე იყო საბასთან დაკავშირებით, საბა ყველაზე უფრო მძიმე წამების მსხვერპლია, ჩვენი პარტიის წევრია საბა სვიტარიძე შეგახსენებთ, ის ცემეს ორჯერ პოლიციის შენობაში სხვადასხვა სართულებზე, სხვადასხვა კაბინეტებში, გავიდა ორივეჯერ გამომძიებელი და შევიდნენ ნიღბიანი ადამიანები და ცემეს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხელბორკილებით შეკრული კაცი. ერთ-ერთი სხვა შორის გამომძიებელი, რომელიც გავიდა და ეს მცემელები შემოუშვა, იყო ქალი. აი ესეთი ქალები არიან ქართული ოცნების მხარეს დღეს, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ქალთა აღიარებები, რომლებიც გამოდო რადიო თავისუფლებამ, კატასტროფიული ტექსტები და მე ეს ტექსტები წავიკითხე დღეს მთელი თავის საშინელებით, ოღონდ დახურულ შეხვედრაზე ღია, ასე ვთქვათ, პრესკონფერენციაზე ეს ვერ წავიკითხე, იმიტომ რომ მძიმე ტექსტებია ძალიან. ამას გარდა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რაკიღაღამის ეთერში ვარ და უფრო სახალხო გადაცემა ვიდრე პოლიტიკური, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხაზი გამესვა ნამდვილად პოლიტიკოსების დაპატიმრებებზე და ჩვენი კოალიციის 4 ლიდერი იყო დაპატიმრებული ბოლო რამდენიმე კვირაში. ბოლოს უკვე იყო ნიკა მელია, რომელიც შეურაცხყოფის, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე ხელბორკილებ დადებულს პოლიციის უფროსმა ჩოქურმა, თუ არ მახსოვს რომელი პოლიციის ისნის, თუ არ ვცდები, რომელიც პასუხს აგებს ამის გამო, იგივე მოხდა ჩემთან დაკავშირებით, დაკავებას გულისხმობ, იგივე ელენესთან, ზურასთან დაკავშირებით, მაგრამ და ეს არის ასე ვთქვათ, საბოლოო შემაჯამებელ ტექსტში, მაგრამ ჩემი გამოსulis მთავარი მიზანი იყო მეხსენებია სინამდვილეში ვინ არის ქართველი ხალხი და სინამდვილეში ვინ არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ქართული ოცნების. ეს არის ის ადამიანები, ვინც არიან პოლიტიკური პატიმრები დღეს და სინდისის პატიმრები, მაგრამ არ წარმოადგენენ პოლიტიკოსებს, წარმოადგენენ ჟურნალისტებს, მაგრამ ხშირად ჟურნალისტებსაც არა, წარმოადგენენ ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქე პატრიოტებს, ვინც მარტო იმიტომ ისჯება, რომ კანონის სრული შესაბამისობით დგას საპროტესტო აქციაზე. კეტავს გზას მაშინ, როცა გზა იკეტება ბუნებრივად, იმიტომ რომ ბევრი ხალხია და იკეტება ეს რუსთაველი, იკეტება ბუნებრივად, არა იმიტომ რომ ვინმეს ასე უნდა, ან მით უმეტეს პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ ამას, არა, იმდენი ხალხი მოდის, რომ რუსთაველი იკეტება ყოველ დღე. იმიტომ რომ ნამდვილად სასწორზე დევს ხალხის მომავალი, ჩემი, თქვენი, ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანის შვილების მომავალი და ჩემზე და თქვენზე რომ ვლაპარაკობ ეკაილო, ამ შემთხვევაში არ გულისხმობ პოლიტიკოს ნიკა გვარამიას და ტელეწამყვან ეკას და იმას, საქართველოს პატრიოტებს, ვისაც ხართ შვილები და ვისაც უნდათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება ნორმალურად. ვისაც შეიძლება ყავდეს კარგი მთავრობა ან ცუდი მთავრობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შეეძლოს გადარჩევა ნებისმიერი მთავრობის. ჩვენ ხო დღეს ცუდი მთავრობა არ გვყავს. ჩვენ გვყავს ხელისუფლების მიმტაცებლები, რომელთა გადარჩევა გახდა შეუძლებელი, რომელმაც წააგო ბოლო არჩევნები 20-24-ის, მაგრამ 21-ში და 24-ში, მაგრამ ეხლა დღევანდელ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არ წავიდა. ნიშნის მოგებარა ხო ამბობდით, რომ როცა დაგჭირდება გადავირჩევთ. კი, არის ნიშნის მოსაგები შეიძლება, მაგრამ ეხლა ამას რა აზრი აქვს? არავითარი. თავარია ახლა რას ფიქრობენ ადამიანები. თავარია ახლა როგორ ხასიათზე არიან და როგორ განწყობაზე.
თავარია ის რომ დღეს იცავენ ისინი სამშობლოს ვინ დაუშვით წარსულში შეცდომები მე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ მე ხელისუფლების ცვლილების მერე ვიღაცამ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს თუ მაშინ როცა შეცვალა ნაცმოძრაობა და ხმამისცა ქართულ ოცნებას ეს ხომ არ არის დღეს მთავარი დღეს მთავარი არის ეგზისტენციალური საკითხი საქართველო როგორც ქვეყანა როგორც ჩვენი სამშობლო არის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რისკის ქვეშ კი არა აი ზედ მიმდგარია ამ პრობლემას და ან ჩვენ ვიმარჯვებთ ან ერთხელ დავწერე მოხუცებულობაში ალბათ ოდესღაც ემიგრაციაში ჩვენ შვილიშვილებს რომელსაც ან ეცოდინებათ ქართული ენა ან არა თვალზე ცრემლით მოუყვებით როგორ ვერ შევძელით თავის დროზე ქვეყნის რუსეთისგან დაცვა ეს უკვე მოხდა საქართველოს ისტორიაში ერთი საუკუნის წინ და ეს ხდება შეიძლება მოხდეს ახლაც მაგრამ არ მოხდება ეს არ უნდა დავუშვათ არ უნდა დავუშვათ და ჩაგერთვები ნიკაბოდი მეტი ჩვენ არაფერი არ გვევალება ეკა ჩვენი ქვეყნის ისტორია მეტი არაფერს არ გვავალდებულებს გარდა იმისა რომ ეს არ დავუშვათ დანარჩენი ჩვენი ყველაფერი პირადია სამშობლოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა ამაში გამოიხატება კი ბატონო შევძლებთ მის დასვას რუსებისგან ანუ ერთადერთი მტრისგან ვინც ყავს ამ ქვეყანას პლანეტაზე თუ ვერ შევძლებთ მე მგონია რომ შევძლებთ მე იმედი მაქვს იმ ხალხის ვინც იქ 75 დღე დგას მაგრამ იმედი მაქვს ასევე საკუთარი ჩემი თანაპარტიელების სხვა ოპოზიციური ასე ვთქვათ ძალების ღონიერების თავდადებულობის სამშობლოსთვის, იმიტომ რომ ჩვენც ვართ მათ შორის, ვინც თუნდაც დღევანდელ რეზოლუციას მიაღწია არაღიარების პოლიტიკაში ძალიან ბევრს აღწევს. მათ შორის პირველი ერთ-ერთი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელზეც მეც და სხვა ადამიანებმაც დღეს თქვეს, რომ ის არის ერთადერთი წარმომადგენელი ქართველი ერის, ლეგიტიმური წარმომადგენელი, რომელმაც შეიძლება ისაუბროს ჩვენი სახელით. და არავინ სხვა. ეს ყველაფერი აქ ესმით, მაგრამ გასაღები არის ჩვენ ქვეყანაში. რუსთაველის გამზირზე, მაგრამ არა მხოლოდ. სხვა ქალაქებში, სხვა სოციუმებში, ყველგან, სადაც საქართველოა. ნამდვილად ნიკა ცოტა უფრო კარგად რომ განგვიმარტოთ ამ რეზოლუციის შესახებ ხვალ უნდა იყოს კენჭისყრა როგორც ვიცით ხო და უნდა წარდგენილი იქნება სია აი უფრო კარგად რომ მოუყვე ჩვენს მაყურებელს რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს და მნიშვნელობა რამდენად მნიშვნელოვანი იყო დღეს ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური იყო იმის ნახვა თუ როგორ წარადგინეთ თქვენს ზურა ჯაფარიძემაც ან ძალიან მნიშვნელოვანია დღეს როდესაც განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხალხი დაუღალავად აი ესეთი ტერორის და ყველაფრის მიუხედავად 77 დღე მყინვარში, ქუჩაში დგას, აჯარიმებენ, იჭერენ მათ ახლობლებს და ანუ რა ვიცი, ბევრი უამრავი პრობლემა ექმნება ამ ხალხს. აი ამის გაჟღერება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოლოდინიც რაღაცნაირად გაჩნდა. აი რა მოლოდინები შეიძლება რომ გქონდეს? ამ ხალხს, ვისაც თქვენ ახლა ახსენებთ, ქართულ ხალხს არის სრული მხარდაჭერა ევროპაში. სრული. მაგრამ ისინი ჩვენს გვეკითხებიან, რა არის შემდეგი? როგორ გეგმავთ ვითარების საბოლოო შეცვლას და პოლიტიკოსებს ამაზე პასუხი უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს და ვესაუბრებით და ძალიან კარგია რომ პრეზიდენტის ასე ვთქვათ ქოლგის ქვეშ ეს დიალოგები და განხილვები და დისკუსიები აღდგა. კარგი იქნებოდა რომ ჩვენი კოალიციის წარმომადგენლების გარდა აქ სხვა პარტიებიც ყოფილიყვნენ მიუხედავად იმისა რომ სრული მხარდაჭერა ჰქონდა იმას რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ სხვა პოლიტიკური ძალებისგან მაინც კარგია თუ ყველა ერთად ვივლით აქ ამას აქვს თავის ფასი ამას აქვს თავისი ოპტიკა ამის დანახვაც უხარიათ ევროპელებს მე შემთხვევით არ მithქვამს და არც ზურას ბოლო წინადადებებად და შემაჯამებელ ტექსტებად ის რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ჩვენ გვაქვს შეიძლება ერთმანეთში განსხვავებები, მაგრამ ამ საკითხში ვერ გვექნება, იმიტომ რომ ეს არის არა ჩვენი კარიერის პირადი რაღაცა საკითხების გადაწყვეტის საკითხი, არამედ ეს არის ჩვენი სამშობლოს მომავლის გადაწყვეტის საკითხი და ამიტომ ცხადია რომ ამაში ერთიანები ვართ და სხვათა შორის არა მხოლოდ 5%-ის დამძლევი პარტიები, არამედ სხვა უფრო მცირე პარტიებიც, იმიტომ რომ ბოლო მოლაპარაკებებზე იყვნენ მაგალითად ფედერალისტებიც, იყვნენ სხვაებიც და ჩვენ
ბუნებრივია რომ მოვიდა დრო რომ ვილაპარაკოთ ყველამ ერთად ბარიერ დაძლეულმა პარტიებმაც და სხვებმაც ვისაც ეს ბარიერი არ გადაულახავთ იმიტომ რომ სამშობლოს დამცველები არიან პოლიტიკურ სპექტრშიც და არიან ბევრი სამშობლოს დამცველები არიან არასამთავრობო ორგანიზაციაში და არიან ბევრი და სამშობლოს დამცველები არიან ქართულ ხალხში და არიან ძალიან ბევრი ეს ბოლო კვლევებმაც აჩვენა 88% მიიჩნევს რომ არის უზარმაზარი კრიზისი და აქედან 4/5 მიიჩნევს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი რომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელია ქართული ოცნება და მან ეს კრიზისი უნდა განმუხტოს ახალი არჩევნებით და მივადექით ახალ არჩევნებს ამ დღევანდელ რეზოლუციაში მთავარი საკითხი არის გამოსავლად შემოთავაზება ახალი არჩევნების თავისუფალი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნების ახალი და მიუკერძოებული ადმინისტრაციით და სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი კონტროლით საერთაშორისო ორგანიზაციებით. ჩვენ ხო ამას ვითხოვთ ხალხიც და პოლიტიკოსებიც. ჩვენ არ ვითხოვთ რომ დაგვიწერეთ გამარჯვება სასწრაფოდ. ჩვენ ვამბობთ თუ თქვენ ფიქრობთ რომ გაიმარჯვეთ, ჩვენც ვფიქრობთ რომ გავიმარჯვეთ. ჩავატაროთ არჩევნები, ოღონდ მსაჯი თქვენ მხარეს კი არ იყოს, მაგრამ არ ჩვენ მხარეს. მსაჯი იყოს მიუკერძოებელი. ჩვენ ხო ამას ვითხოვთ მეტი არაფერს. იმიტომ რომ ჩვენ ზრუნავთ ქვეყნის ბედზე. ისინი არასდროს არ ეთანხმებიან იმას, რაც ნეიტრალურ ხმის დამთვლელს, ნეიტრალურ მსაჯს გულისხმობს. მათ ჭირდება საკუთარი მსაჯი. ხმები თვითონ დაითვალონ, თვითონ დაწერონ. ამას ხელისუფლების მითვისება ქვია. ამას კონსტიტუციური გადატრიალება ქვია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. და მათ არავინ არ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. დღეს ამ დადგენილებაში ყველა სიტყვა, რომელიც ეხება სახელისუფლებო ტერმინი, მოდი ასე ვთქვათ, არის ამ ბრწყალებში, ან წინ უწერია ეგრეთ წოდებული, ან წინ უწერია თვითგამოცხადებული, ან საერთოდ ნახსენები არ არის, თანამდებობა და სახელები და გვარები წერია მხოლოდ. ამაზე უფრო ტრაგიკული რა შეიძლება პოლიტიკურ ჯგუფს დაემართოს. მაგრამ მე არ მაღალვებს ქართული ოცნების ტრაგიკული ბედი, რომელიც პრაქტიკულად უკვე დამდგარია. მე მაღალვებს ტრაგედია ჩემი ქვეყნის, რომელზეც მიიღება რეზოლუციები, რომელთა თანამდებობის პირებზე ბრჭყალებია ყველგან ნახმარი. სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს, მათ რა თქმა უნდა უვიზოთ უნდა შეეძლოთ ჩვენთან სიარული, მაგრამ თუ დემოკრატიის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში ვერ ხდება, მაშინ ჩვენ ვერ შემოუშვებთ ვერავის არადემოკრატიული რეჟიმიდან საქართველოში არსებული არადემოკრატიული რეჟიმიდან ჩვენს ევროპულ დემოკრატიებში. ჩინეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, ვინც უვიზოდ დადის იმ ქვეყანა ჩვენ უვიზო რეჟიმზე დიდხანს ვერ დაველაპარაკებით. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ზურამაც ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, რომ ქართველი ხალხის თვის ეს იქნება მტკივნეული ძალიან, მიუხედავად ამისა, აქ თავისი დღის წესრიგი აქვს ხალხს. აქ აინტერესებთ, რომ ირანიდან ვიღაცა შემოპარული მერე რაღაცა გაუგებარი იუსტიციის სამინისტროს და კიდევ უფრო გაუგებარი ვითომ პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობა მიცემული არ შეიპარება ევროპაში ჩვენი გავლით. აქ ეს აინტერესებთ, თავისი ბედი აინტერესებთ პირველ რიგში. ეს ბუნებრივია, ხო? როგორც ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ბედი პირველ რიგში. ამიტომ ან ჩვენ ამ ხელისუფლებას ვუშვებთ და ხალხი უკვე გვეუბნება, რომ ეს ხელისუფლება მისთვის მიუღებელია. მაგრამ ჩვენც უნდა ვთქვათ ამაში რა კონტრიბუცია შეგვაქვს. დგავართ რუსთაველზე, დგავართ. ვაკეთებთ კიდე სხვა რამეს, ვაკეთებთ ბევრს საგარეო პოლიტიკის კუთხით, არაღიარების კუთხით და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ მეტია საჭირო ჩვენგანაც, მედიისგანაც მათ შორის, მათ შორის მედიას დღეს ბევრი ვილაპარაკეთ, მათ შორის დაფინანსების კუთხით და ვთქვით, რომ კრიტიკული მედიები უბრალოდ გაქრებიან. აქ არის ეწოლები კრიტიკულ მედიაზე, დაჭერები, ცემა ჟურნალისტების, მაგრამ ფინანსური პრესია ისეთი, რომ უბრალოდ შეუძლებელი გახდება მათი ფუნქციონირება. ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა პრობლემაზე, რომელიც თუ არ მოგვარდა სწრაფად საქართველოსთვის შეიძლება იყოს დამღუპველი. ყველაფრისგან მივიღეთ თანხმობა, მათ შორის მივიღეთ თანხმობა იმაზე და მათი პოზიციაც იყო ამგვარი, რომ ბრიუსელის უკვე აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ხო პარლამენტია, ამათაც ყავთ თავისი აღმასრულებელი ხელისუფლება, იქნება ძალიან მძიმე დაწოლის ქვეშ პარლამენტისგან, რომ ეს დეკლარაცია მათ შორის სანქციების ნაწილში და იქ ძალიან ბევრი ადამიანია ჩამოთვლილი, თუმცა უფრო მეტი შეიძლებოდა, იქნება ძალიან დიდი დაწოლის
ქვეშ. და ჩემი ადრესატი დღეს მიმართვის იყო ფიცო და ორბანი, როგორც ორი იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ხელს უშლის ევროპულ ერთობას ივანიშვილის წინააღმდეგ. ისინი არიან კანიბალების მხარეს. და კანიბალების მხარეს არ არის მათი ხალხი, სლოვაკები და უნგრელები. ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთდეს ყველა შემთხვევაში. ცივილიზებული სამყარო კანიბალების მხარეს არ შეიძლება იყოს და მზიას, საბას, დემოკრატიული ღირებულებების მხადაგებელი და დემოკრატიული წესრიგის მომთხოვნი ხალხის, რომელიც 75 დღეა ქუჩაში დგას, წინააღმდეგ სვლა ნიშნავს კანიბალების მხარეს ყოფნას. იმ პოლიციელების, იმ პროკურორების, იმ მინისტრების, იმ თანამდებობის პირების და იმ ივანიშვილის მხარეს, რომელიც ანადგურებს ქრისტიანულ ევროპულ ფასეულობებს საქართველოში და მიყავს ის კატასტროფისკენ, რომელსაც ქვია რუსეთი. ამიტომ ეს არჩევანი ევროპაში სავარაუდოდ გაკეთდება, ნახოთ რა მოხდება 27 ქვეყნის შეთანხმებაზე, თუმცა დარჩენილმა 25 ქვეყანამ თავისუფლად შეიძლება უზრუნველყოს მაგალითად ფინანსური სანქციები, მაგალითად არ შეშლება ყველა იმ თანამდებობის პირის, ვინც შეიძლება ასე ვთქვათ დღეს განიხილებოდეს როგორც მწამებელი, თავისუფლების შემზღუდვავი და დემოკრატიის მტერი საქართველოში. და ასეთ ხალხის ჩამონათვალი ჩვენ მიცებული გვაქვს მრავალ ათას სიტულის, უпроსოდ მრავალ ასეულს და ყველა ვერ მოხდება თავისთავად ცხადია დეკლარაციებში და დადგენილებებში, მაგრამ მათ მიმართ იქნება ზომები მიღებული უშუალოდ ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. ნიკა, შენ ნაწილობრივ ამ თემაზე ისაუბრე, მაგრამ მაინც უფრო მინდა რომ ამაზე შენი ხედვაც ვაინტერესებს. ხშირად აქ სტუდიაშიც გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ გამარჯვების ფორმულად გარკვეულწილად მოისაზრება სინერგია დასავლეთსა და შიდა წნეხს შორის. ანუ დასავლეთის მხარდაჭერა და შიდა წნეხი, ხო? ეს სინერგია შენ თუ ხედავ ამას? სანქცია როგორც ამბობენ. ხო, და შენ თუ ხედავ ამ სინერგიას და თვითონ ევროპელები თუ გძნობენ ამ სინერგიას. ვიცი რას დავამატებ, წეგან ახსენე რომ უფრო მეტია საჭირო ვთქვათ. გაქვს რამე მოსაზრებები, რა შედის ამ უფრო მეტში ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან თუ პოლიტიკოსების მხრიდან, რომ რა, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება არ მიგულისხმია სწორედ რომ ხალხისგან რაც შესაძლებელია ყველაფერი კეთდება. პირდაპირ ვამბობ, შეუძლებელია ხალხმა პროტესტის ზომების გარდა სხვა რამეს მიმართოს. რაც ხალხისგან არის შესაძლებელი, ის ხდება უპრეცედენტო ამბავი ხდება, მეგობრებო, 75 თუ 18 იკეტება 77 დღეა იკეტება რუსთაველი. მეტი რა უნდა გააკეთონ ქართველებმა. ხალხმა მეტი რა უნდა გააკეთოს, ხო? პოლიტიკოსებიც ბევრს მუშაობენ ძალიან და არასამთავრობო სექტორიც. მედიაზე აღარ ლაპარაკობ საერთოდ, გონია რომ თავარი მამოძრავებელი ძალა ქართული დემოკრატიისგან თუ რამე დარჩა საერთოდ ქართული დემოკრატიისგან. მაგრამ ქმედებები შესაძლებელია რომ გავრცელდეს რუსთაველს მიღმაც და აუცილებლად უნდა გავრცელდეს და უნდა მიიღოს უფრო მასშტაბური ხასიათი, არა ხალხის რაოდენობით, მე არ გულისხმობ ხალხის რაოდენობას, არამედ მეთოდებს და შესაძლებლობებს, აი ამ სპექტრის გაზრდას, მეთოდების და შესაძლებლობების. ამ რეჟიმმა უბრალოდ ფუნქციონირება საერთოდ ვერ უნდა შეძლოს. იმიტომ რომ ის ცდილობს რომ ადაპტაცია მოახდინოს არსებულ ასე ვთქვათ პროტესტთან და გარკვეულწილად ამას აღწევს, ხო? იმიტომ რომ პროტესტი არის რუსთაველზე, მან იცის უკვე როგორ ვითარდება ეს პროტესტი, ამიტომ ის უნდა გამრავალფეროვდეს და ეს პოლიტიკოსების ამოცანაც არის. ის რეჟიმს გულისხმობ იზოლაციის მიმართაც ხდება და ჩვენ უთხარით ეს სხვა შორის ჩვენ მეგობრებს აქ, აი ამ იზოლაციონისტური პოლიტიკის მიმართაც ხდება მისი ადაპტირება. ეს ახასიათებს თანამედროვე ავტორიტარიზმს და ნელ-ნელა იწყებენ ამის შესწავლას და შეჩვევას. ამიტომ ყოველ დღე უფრო მძიმე ზომით უნდა მიადგნენ აი ამ ხალხს. დაუყადაღონ ანგარიშები, დაუყადაღონ ქონება, არ მისცენ გასაქანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, მაგალითად
ქართველმა ხალხმა უნდა ვთქვათ ყველამ ერთად და პოლიტიკოსებმაც, რომ აი ეს ხალხი რომ დღეს ვალებს იღებს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, ჩვენ ამ ვალებს არ გავისტუმრებთ. იმიტომ რომ ეს ხალხი ამ ვალებს იღებს საქართველოს სახელით და მათ ამის უფლება არ აქვთ. ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს. მათ არ აქვთ ამისი ლეგიტიმაცია. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია. ამიტომ ვალებს რო იღებენ, რომელსაც ჩვენ კი არ გვახმარენ, ჯიბეში იდებენ, ნუ აძლევთ ამ ვალებს. მსოფლიო ბანკს უნდა მიმართოთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს უნდა მიმართოთ. აზიის განვითარების, ევროპის განვითარების ბანკს უნდა მიმართოთ. ნუ აძლევთ ამ ხალხს ვალებს. ეს ვალები არ არის ქართველი ხალხისთვის, ეს ვალები არ არის აღებული ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ და ჩვენ არ გავისტუმრებთ ამ ვალებს. მაშინ მიეცით მათ საკუთარი რისკის ფასად. და ჩათვალეთ რომ მათ ჩუქნით. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, მეტი უნდა ვიაროთ საზღვარგარეთაც, დედაქალაქებშიც, პოლიტიკოსებს გულისხმობ, რომ ხალხი აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია და რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ეს არის პროტესტი და დგომა იქ, სადაც ქარიშხალია, მოდი ასე ვთქვათ, როგორც გალაქტიონი იტყოდა. და ეს ხალხი აჩვენებს თელ მსოფლიოს, რომ იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი, იმიტომ რომ ევროპელი ხალხია. მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ვიმსახურებთ პოლიტიკური ელიტა, რომ ვიყოთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ნაწილი, იმიტომ რომ ევროპულად მოქმედება ასევე შეგვიძლია, როგორც ჩვენ ხალხს შეუძლია. სიარული დედაქალაქებში, სიარული საერთაშორისო ორგანიზაციებში, აქტიურობა ქვეყნის გარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც ძებნა სხვადასხვა ალტერნატივების, სხვადასხვა შესაძლებლობების და ჩვენც უნდა დავეხმაროთ ხალხს. ხო, ჩვენი ტრაგედია იქნება ის ამბავი, რომ ადამიანები იდგნენ ამდენი ხანი პროტესტზე და მათ ვერც ვერ მიაღწიონ, ხო? მარტო ქვეყნის პრობლემა კი არ იქნება, ხალხის პრობლემაც იქნება. ხო და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთებთ, რომ ამის 1 მილიმეტრიანი ეჭვიც კი არ აღიძრას. ერთ ადამიანსაც არ აღეძრას თავში ეჭვი იმის შესახებ, რომ ტყუილად ხო არ ვდგავარ. და ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, ყველა ჩვენთაგანმა, თქვენს, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არც ეჭვი იყოს დამარცხების, ან შესაძლო რაღაცი წარუმატებლობის, არც ფრუსტრაციის 1 მილიმეტრიანი დაშვება, არაფერი საერთოდ, რაც ადამიანს აფიქრებიებს, რომ ტყუილად ხო არ ვდგავარ. არა, ტყუილად ნამდვილად არ ვდგახართ, ტყუილად არავინ არ იბრძვის. ჩვენც ვაკეთებთ რაღაცეებს, გვეჭხუბეთ, ეს არ არის პრობლემა, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს, თუნდაც უსამართლოდ გვეჭხუბეთ, პირიქით უფრო მოტივირებულები ვხდებით, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ მეტი ვაკეთოთ და უფრო ხარისხიანად, მაგრამ ყველამ ერთად უნდა მივახციოთ, ეს უნდა გვესმოდეს. კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება არა მარტო პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია. თუ გარეთ არის ყველა კონსოლიდირებული, ყველა დემოკრატიული ძალა და ქვეყანა იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს, ქვეყნის შიგნით უბრალოდ დაუშვებელია, რომ არ ვიყოთ ყველანი კონსოლიდირებულები ერთი მიზნის ირგვლივ. პოლიტიკოსებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მედიას, კულტურული, ასე ვთქვათ, ელიტაც თუ როგორც ქვია, არ ვიცი და რაც თავარი აქტორი, ქართველი ხალხი, ვისაც ეკუთვნის ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით. ნამდვილად და ერთი რამე მინდა ვკითხო, თუ გისაუბრია ევროპელ კოლეგებთან ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის როლზე საქართველოსთან მიმართებაში, ანუ დღეს ჩვენ ბევრი მესიჯი ცალსახად გავიგეთ, მაგრამ ამავე დროს მიუხედავად იქაც გამოკვეთილი მესიჯ ბოქსებისა, მაინც არსებობს გარკვეული კითხვები და იქ თუ გაიარეთ ეს საკითხი. არა ჯერ, თუმცა ბუნებრივი არსებობს გარკვეული მოსაზრებები, ეს არ არის ოფიციალური საუბრების ნაწილი, ამიტომ არ გავცელდები ამ საკითხზე, თუმცა ამერიკაში ჯერ დიდი ტურბულენტობაა, ჯერ არ მოხდა რა ადმინისტრაციების ცვლა საბოლოოდ, თანამდებობის პირები კი გამოიცვალენ, მაგრამ თებერვლის ბოლომდე როგორც წესი სრულფასოვანი ფუნქციონირება ახალი ადმინისტრაციების არ იწყება ხოლმე, მაინც დაველოდოთ ამ თვის დასრულებას და მერე შეგვეძლება უფრო კაფიოთ და დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხებზე, თუმცა საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ არანაირი ცვლილებები ქართული ოცნებისთვის ხელსაყრელი უბრალოდ არ იქნება. შეუძლებელია ეს მოხდეს.
ხო და აი შენ ახსენე ნიკა რომ ერთად მუშაობთ ოპოზიციური პარტიები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ ხალხი პოლიტიკურ ყველანი ერთად უნდა გავერთიანოთ იმიტომ რომ ხო ვართ ომში და როდესაც ომში ვართ უნდა გადავდოთ ჩვენი რაღაც არ მოწონებები, ბრაზები, უთანხმოებები იმიტომ რომ დღეს რეალურად სინამდვილეში უფრო მეტი რამ გვაკავშირებს და უფრო მეტ რამეზე ვთანხმდებით ვიდრე ჩვენ ეს გონია და უბრალოდ მე ხალხის პოზიციიდან ვიტყვი ამას ძალიან ძლიერი არის ჩემზე უკეთ ვიცი ძალიან ძლიერი არის ეს პროპაგანდისტული მანქანა ეს რაღაცა ბევრი სხვადასხვა მხრიდან ადამიანებზე ზეწოლა დაშინება რაღაცების გავრცელება ჭორების გავრცელება და რთულია საკმაოდ ამ ომში ისე სიარული რომ და თან როდესაც 77 დღე გრძელდება ეს გადაბმულად ამდენი უკანონო პატიმარი ამდენი ნაწამები ადამიანი ამდენი ნეგატიური ინფორმაცია ძალიან ძნელია რომ ემოციებს არ აყვეს თავის ფუნქციას ასრულებს რა თქმა უნდა თუმცა ჩემთვის პირადად ძალიან მამოტივირებელი აღმოჩნდა, როდესაც რეგიონებში გავდივართ და იქ მოდის ხალხი, რომელიც არის ბევრად უფრო შეშინებული, ვიდრე ჩვენ თბილისში ვართ, იმიტომ რომ აქ მაინც რაღაცნაირად უფრო თითქოს მეტი გამოცდილება გვაქვს ამ ბრძოლის, უფრო მეტად გაბრაზებულები ვართ, უფრო მეტი წყლის ჭავლი და გაზი და რეზინის ტყვია მოხვედრია და მარტივი რამე არსებობს, შემიძლია გითხრა, ჩვენ უფრო ნაკლებად ვართ ჩვენი შემოსავლებით დამოკიდებული ხელისუფლებაზე თბილისში და დიდ ქალაქებში. იქ ყველაფერი ხელისუფლებაზე გადის. ესე მოაწყო ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა. ნამდვილად და აი მიუხედავად ამ შიშებისა შიმშილი შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს გამოიწვიოს ერთ კონკრეტულ რეგიონში. ხდებით რას ვამბობ? ამიტომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ამაზეც ხალხს, რომ ისინი კარგავენ დამოუკიდებლობასაც და მუდმივ მიჯაჭვულობაში იქნებიან ქართული ოცნების თუ ნებისმიერ ხელისუფლებაზე, რომელიც მათ იმპულს გადაუხდის ყოველთვიურად, რომელიც სიცოცხლისთვის არის, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის არის საკმარისი მხოლოდ და მოდი ასე ვთქვათ, პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ანუ შიმშილით რო არ მოკვდნენ იმისთვის და არა განვითარებისთვის და თუ ადამიანს განვითარების პერსპექტივა არა აქვს და მხოლოდ დასულია სიცოცხლის შენარჩუნებამდე, ეს უკვე ადამიანურობა არ არის. ეს უკვე არ არის სახელმწიფოს ფარგლებში ცხოვრება. ეს არის სხვა ტიპის თანაცხოვრება ადამიანების, რომელიც ფიზიოლოგიას უფრო უკავშირდება, ვიდრე სოციუმს და სოციალურ განვითარებას. ნამდვილად და შენი შვილი შენ თუ ვერ უზრუნველყავი იმითი, რაც მას უნდა პროფესიით, განათლებით, ან აუცილებელი არ არის უმაღლესი განათლება, ხო, კონკრეტული პროფესიით და შემდეგ და არ მიეცი შენის შესაძლებლობა, რომ ის ავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე შენ ხარ. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლება თეორიულად და ბოდიში განვითარება თეორიულადაც შეუძლებელია და ჩვენი ხელისუფლება ეგრეთ წოდებული რასეუბნება დღეს საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით რეგიონებში მე მოგცემ თვეში 200 ლარს და შენ არ მოკვდები შიმშილით დანარჩენი შენ არ გექნება აი ამას ეუბნება და ამის სანაცვლოდ ართმევს ხმას და ეუბნება რომ თუ ხმას არ მომცემ მაშინ 200 ლარიც არ გექნება და მოკვდი შიმშილით კი და კატასტროფულ ტერორში არის ხალხი, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ხალხი მაინც გამოდის და არის ამაყი, არის თამამი, არის ძლიერი და უხარიათ რომ ამ პროტესტში რაღაც ფორმით მაინც იღებენ მონაწილეობას, რაც აი ჩემთვის პირადად ეგ არის ყველაზე უფრო მამოტივირებელი რამე. ნამდვილად ასეა და რაღაცნაირად რეგიონებში რო უყვართ სამშობლო გულწრფელად გეტყვით, ეგ ყველაზე ანუ ეგ არ ვიცი ხა შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მე რო წავწყდომი ვარ, როგორც თანამდებობის პირი მიმოგზაურე, როგორც პოლიტიკოსი, როგორც ტელევიზიის რაღაც ხო თანამშრომელი, რეგიონებში რო სამშობლოს სიყვარულს გადააწყდები, ამის პრეცედენტი შეიძლება ვერც ერთ დიდ ქალაქში ვერ იპოვო. წარმოუდგენელი ამბები ხდება ამ ხრივ რეგიონებში. და საერთოდ არ მეპარება ეჭვი რომ რეგიონები თავის სიტყვას იტყვიან. მაგრამ ამ წუთში თუ რამე გაინტერესებთ ჩემგან დანაკლისი სად მაქვს მე თვითონ ზუსტად ეგ მგონია პრობლემა. რომ რეგიონები არ არის იმ მასშტაბით ჩართული ამ პროტესტში, როგორც შეუძლიათ კი არა, როგორც მათ უნდათ. ნამდვილად, ამაში 100% გეთანხმები. სადაც პოლიტიკოსებმა შეიძლება რომ ვიმოქმედოთ. აი ეს მგონია ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკოსებს რომ რაღაცა დამატებით გავაკეთოთ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აი სულ რომ მოდიან ისეთი ამაყები და გახარებულები არიან იმის გამო, რომ აი რაღაც პატარა წვლილი მაინც შეაქვთ, რომ ეს სურვილი და რაღაც ბრძოლის ჟინი ნამდვილად არის
ძალიან დიდი და მოთხოვნილება, იმიტომ რომ მართლა ხალხი კატასტროფულ ტერორშია. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩართვისთვის, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ და წარმატება.